მოგესალმებით, მე ვარ ლევანო კუჯავა და დღეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEUS 3D ანატომიის ლაბორატორიაში 3D ორგანონის დახმარებით წარმოგიდგენთ ფილტვებს. გავაკეთებთ მცირედ მიმოხილვას მის სტრუქტურასა და ფუნქციებზე. დავიწყოთ იმით, რომ ფილტვები ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ცენტრალური ორგანო არის. მისი საშუალებით ხდება გაზთა მიმოცვლა, ანუ ჟანგბადის ათვისება და ნახშირორჟანგის გამოყოფა. ფილტვები მოქცეული არის გულმკერდის ღრუში დიაფრაგმის ზემოთ და ისინი ერთმანეთისგან გამოყოფილი არის მარჯვენა და მარცხენა ფილტვი მედიასტინიუმის არეთი, სადაც არის მოქცეული გული, ტრაქეა და სხვა სტრუქტურები. მოდით დავიწყოთ საუბარი ფილტვის გარსზე, პლევრა. ფილტვი გარედან დაფარულია პლევრით და ის შედგება ორი შრისგან, პარიეტალური შრისგან და ვისერალური შრისგან. პარიეტალური შრე ფილტვს გულმკერდის კედელთან აკავშირებს, ხოლო ვისერალური შრე უშუალოდ ფილტვს ეკვრეს. ამ ორ შრის შუა არის სივრცე, სადაც არის პლევრალური სითხე. მისი მიზანია ფილტვების თავისუფლად და რბილად მოძრაობა, ჩასუნთქვა და ამოსუნთქვის დროს. ფილტვი ჩვენ ხვდება მარჯვენა ფილტვი და მარცხენა ფილტვი. მარჯვენა ფილტვი მოცულობით არის უფრო დიდი, ვიდრე მარცხენა ფილტვი. ეს განპირობებულია გულის პოზიციის გამო. მარჯვენა ფილტვში გვაქვს ჩვენ 3 წილი, ზედა, შუა და ქვედა, ხოლო მარცხენა ფილტვში 2, ზედა და ქვედა წილი. ახლა კი მოდით ვისაუბროთ ჰაერის მიმოსვლაზე და მის სისტემაზე. სუნთქვისას ჰაერი ცხვირითა და პირით შედის ტრაქეაში. ტრაქეიდან კი შემდგომ გადადის ჰაერი მარჯვენა და მარცხენა მთავარ ბრონქებში. მარჯვენა და მარცხენა მთავარი ბრონქები მარჯვენა და მარცხენა ფილტვს უკავშირდება. შემდგომ კი უკვე ბრონქებიდან გადადის ბრონქიოლებში. უშუალოდ ბრონქიოლებიდან ჰაერი გადადის ალვეოლებში. ალვეოლებში კი ხდება უკვე გაზთა მიმოცვლა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ფილტვებში ჩვენ გვაქვს მილიონობით ალვეოლა. მისი ფუნქცია არის გაზთა მიმოცვლა. მაგრამ ალვეოლებსაც აქვს საინტერესო სტრუქტურა. ისინი შედგება ორი ტიპის გარსისგან. პნევმოციტური გარსისგან. პირველი ტიპის გარსი ქმნის თხელ ბარიერს, რომელიც იდეალურია ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ცვლისთვის, ხოლო მეორე ტიპის პნევმოციტები გამოყოფენ სურფაქტადს, რაც ამცირებს ზედაპირულ დაჭიმულობას და იცავს ალვეოლებს დაკეცვისგან, ფორმის დაკარგვისგან. ასე რომ ალვეოლები არის უმნიშვნელოვანესი გაზთა მიმოცვლისთვის. და უშუალოდ გაზთა ცვლის დროს რა ხდება ასევე. ალვეოლები მჭიდროდ არიან შემოსილი წვრილი სისხლძარღვებით, კაპილარებით, აქ კარგად ხედავთ, გაზების ცვლისას ხდება სწორედ ალვეოლებისა და კაპილარეს კედლებს შორის. ჟანგბადი გადადის ალვეოლებიდან სისხლში და მიემართება მთელს ორგანიზმში. პარალელურად ნახშირორჟანგი, მავნე ნარჩენი აირი გადადის სისხლიდან ალვეოლებში და იქიდან სუნთქვის საშუალებით გამოიყოფა. ფილტვები უნიკალური ორგანო არის. მისი საშუალებით ხდება გაზთა მიმოცვლა, მაგრამ ასევე ფილტვს გააჩნია სხვა ფუნქციად, როგორიცაა მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნება და ასევე დეტოქსიკაციაც. ახლა კი მოდით გაჩვენებთ უშუალოდ ანიმაციას, სადაც ხდება ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. აქ კარგად ხედავთ ჩვენ ფილტვის მოძრაობას, ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას. ის კიდევ ერთხელ, როდესაც ჩავისუნთქვამთ ჩვენ ჰაერს, ტრაქეიდან ჰაერი გადადის ბრონქებში, ბრონქებიდან ბრონქიოლებში და ბრონქიოლებიდან შემდეგ უშუალოდ ალვეოლებში. აქ კარგად ხედავთ ჩასუნთქვის პროცესის დროს, როგორ იცვლება ფილტვის მოცულობა, როგორ იზრდება ფილტვის მოცულობა და აქ უშუალოდ ხდება გაერთა მიმოცვლა, ჟანგბადის გადასვლა სისხლში და ნახშირორჟანგის გამოყოფა და ამოსუნთქვის საშუალებით ნახშირორჟანგი ტოვებს ჩვენს ორგანიზმს. მადლობა ყურადღებისთვის.